ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან გვაგვალია 300 ლარი გადაეცემა ყოველთვიურად. ღონისძიებაზე ისაუბრეს სამშვიდობო ინიციატივებზეც. დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები 2018 წლიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. ვაგრძელებ დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობითი სტიპენდიებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იმ გამორჩეული ახალგაზრდების მხარდაჭერას და წახალისებას, რომლებიც მათთვის დანერგილი საშეღავათო პროგრამების და უმაღლესი უგამოცდოთ ჩარიცხვის შესაძლებლობის მიუხედავად ადგილზე არსებული ურთულესი გამოწვევების პირობებში დამოუკიდებლად ახერხებენ მოემზადონ და უმაღლესი შედეგებით ჩააბარონ ეროვნული გამოცდები. ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ხარისხიანი უმაღლესი განათლების შეთავაზება და ხელმისაწვდომობა ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი ღონისძიებაც და სტიპენდიაც, რომელიც დღეს გაიცა. დავაჯილდოვეთ ადამიანი, ვაჟკაცი კაცი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აქ კარგული შეღავათები უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის თავისით ისწავლა კიდევაც ქართულიც დახვეწა, რაც ასეთი რთულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისათვის. ჩააბარა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქ შევკრიბეთ, შემხვდნენ დამაფასეს და ძალიან მოულოდნელი რამ იყო ჩემთვის. თუმცა, როგორც აღნიშნე, ეს ცხოვრება ისეთი რამაა, რომ სწორედ ასეთი სასიხარულო მოულოდნელობებით არის აღსავსე.